ოპა, დაჯდა. რაზე იჭერ? სილიკონზე. უტარებ თუ ჩააგდებ და ელოდებ? არა, უტარებ. უტარებ. ვერ გავიცი. ნაირად არა. გინდა თუ დაჯდა მოხსენ. თუ დაიჭერ მიდი რა თქურა. ოპა, აი ძლის. სალამი მეგობრებო, დღეს ვართ ბათუმში. ვაპირებ street fishing-ს. ვიმყოფები ბათუმის იუსტიციის მოპირდაპირე მხარეს ტბასთან. სადაც გუშინ დავიჭირე დაახლოებით 3 ცალი კარასი სპინინგზე, კოღოსმატლის სილიკონზე. დღეს ცოტა ადრე გამოვედი, გუშინ საღამო იყო და დიდი ხანი ვეღარ მოვახრე თევზაობა. შედარებით ადრე გამოვედი და მაინტერესებს რამდენ კარას დავიჭერ დღეს. დასაწყისშივე დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი და შევბეროთ. მოვადექი ისევ ამ ადგილს. აი ამ არეალში ვიჭირე მე პირადად 3 ცალი და მერე სხვა ჯიგრებმა დაიჭირეს დაახლოებით 4-5 ცალი წითელ ჭიაზე, ანუ მე დიდი ხანი აღარ გავჩერდი. ვიყენებისო კოღოსმატლის სილიკონს. ცოტა წვიმაა. მაგრამ წვიმაში წესით რომ უფრო აქტიური უნდა იყოს თევზი, რადგან ჟანგბადი მიეწოდება უფრო მეტი. აქ თუ არ იყო აქტივობა, მე უკვე მოუწდი უკანა მხარეს. გუშინდელი სილიკონი მიყენია, შეიძლება კი არა და არომატი უეჭველი გაუვიდოდა. და მოდი ამას შევუცვლი. გეთებ 3 ცალ კოღოს სილიკონს. ერთი დაახლოებით აი აქ არის ნახევარამდე ბოლომდე შეტანილი, მეორე მოკეცილ მდგომარეობაში და მესამე ესე რომ ითამაშოს. მომდინარე ნემსკავი და სიმძიმე მაინც შედარებით ამ სეზონისთვის დიდი მიყენია, ანუ გრამიანი მაინც დიდია. და ჭირდება დაახლოებით 0.5 გრამიანი და 12-14 ნომერი ნემსკავებია. აი აქ მგონია რომ იყოს შემოსული თევზი შეიძლება. ხო გითხარი, აუ სადაო. ბიჭო, რამდენი არიან, ხო არ გადაო. აუ სიო დაერხა ამ ადგილს, ნახე რა კარასია თან, ხო არ გადაო. ანუ ექსპერიმენტები, სპინინგი მაგიტომ მევასება, რომ ექსპერიმენტები უნდა ატაროს სულ რა. ახლა ეს არის ერთი კავალზე ცოტა დიდი არის რა. შვენიერი. გაუშვით. დაჟე ვფიქრობ რომ ესე გადავიდე აქ და იქიდან უცადო. ოპა, დაჯდა. პატარა კარასი. შედარებით პატარა კარასია ესეთი, ერთი მკაველი იქნება. და აიღო გატარებაზე რა, ნაპირთან ახლოს. მას აქეთკენ გავუშვებ. და ვაგრძელებთ ისევ თევზაობას.
Ой, შინი. ხირა. დაჯდა, აბარა. ცოტა გაკუცული კარასია. აბა. ესეთი შვენიერი კარასი. კიდე ბიჭო ძალიან გააქტიურია. короче ბათუმში თუ ხარ აქ უნდა გამოხვიდე რა. თან კარასიც არ არის ესეთი ხელწამოსაკრავი თევზი, ანუ აქტიურია, ჯანზეა, კარგად იბრძვის. მე მომწონს. кайფობ. Так, элементы შევცვალე. დამიჯდა. პარალელურად აქ პატარა კარასიც არის. ეს უკვე საკაიფო ზომა არის. ეს უკვე მოსუქებულია. ხელები მაგ გათოშილი და так, სილიკონი შევცვალე, ძალიან დაიგლიჯა წევან. და ვაგზელებთ ისევ ჩვენს კარასებზე თევზაობას. დაჯდა. ვა. ესეთი კარასი. დაჯდა. ვა. Sitz ასე. Დადი მოხია. მოკლედ დღეისთვის დავამთავრეთ, სულ ეს იყო. აი ამ ხიდის ქვეშ ვიჭირე, რაც ვიდეოში არის ნაჩვენები, ყველა თევზი. თუ მოგეწონა ვიდეო, დალაიქე, გამოიწერე და მსგავს სიგიჟე ვიდეოებს ძალიან ბევრ შემოგთავაზებთ. ახლა მომავალში მივდივარ ჩინეთში. შარშანდელი წლიდან განსხვავებით წელს უფრო მეტი გამოცდილებით მივდივარ. ასე თუ ისე დაგეგმილი მაქვს რაღაცეები. რო არ გამოგცეთ ეს ყველაფერი, გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. შევხვდებით შემდეგ თევზაობაზე. დროებით.